გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. Interpress News-მა სიხარულით გამოაცხადა, რომ ბულგარეთში საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგაო. ანუ Interpress News-მა ეზოპეს ენით შემოგვაპარა, რომ აი ბულგარეთმა შეძლო და ჩვენ რატომ ვართ ასეთი ბოთეები. ჩვენ რატომ ვერა და ვერ გადავაყენეთ მთავრობა. დარწმუნებული ვარ, რომ მალე მიხეილ დემენციანის განცხადებასაც ვიხილავთ. ისმინე ევროს მძებნელნო მოხევ ბულგრეთის მცნებას, რამე ამ დაგვარ სიტყვის ჩვენი მწიგნობარი მესამე პრეზიდენტი. მე კი როგორც მჩვევიან გვერდიდან შევხედე ამ საკითხს. როგორ ბულგარეთში ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ისეთი რამ ხდება, რომ ხალხი გარეთ გამოდის და ხელისუფლების გადაყენებას ლამობს და გამოსდის კიდეს? ანუ ევროკავშირობა სიმშვიდისა და კეთილდღეობის გარანტიას არ იძლევა? ამ მაშინ რას იძლევა? მაშინ რატომ ვიხევთ ტანზე პერანგს და ასე მივისწრაფით იმ გასხივოსნებულ ევროკავშირში? მეგონა სწორედ რომ სტაბილურობისთვის გვინდოდა იქ შესვლა. ბულგარეთი კი არის ღარიბი ქვეყანა, მაგრამ საქართველოზე ორჯერ მდიდარი მაინცაა და ესე იგი არც საქართველოზე ორჯერ მდიდარ ქვეყანაში ყოფილა საქმე კარგად. მეგობრებო, თუ შეამჩნიეთ ხშირად ვსვამ ერთ შეკითხვას, რა სარგებელი მოაქვს ევროკავშირს? რატომ მივისწრაფით ასე ევროკავშირისკენ? რატომ გავართ წელიწადზე მეტია და კიდევ რამდენი წელი ვიდგებით რუსთაველზე დარსა და ავდარში, თოვსა და ჭყაფში, სიცხესა და ქარიშხალში, სამუმსა და ცუნამში, რათა ევროკავშირში შეგვიშვათ. ბოლო-ბოლო ხომ უნდა ვიცოდეთ, შარშან რისთვის მოგწამლეს ციანის კალიუმით, რის შედეგადაც ზოგიერთ ჩვენთაგანს ბულბული დაცვირდა და ზოგიერთ კი პატრონსაც ვეღარ ცნობს. და ჰოი საოცრებავ, ამას წინათ ქსელში ზუსტად რომ ნახე პატარა ვიდეო რგოლი, რომელმაც გარკვევით ამიხსნა თუ რას გვაძლევს ევროკავშირი. სრულიად შემთხვევით გადავაწყდი იმ ვიდეოს და პირველადი ინსტინქტი თუ არა, პირველადი ცნობის მოყარეობა მეტნაკლებად დავიკმაყოფილე. იქ ამიხსნეს რა სოციალური სიკეთე შეეხება საქართველოს, როდესაც ის გახდება ევროკავშირის წევრი. პირველი სოციალური სიკეთე. გვექნება უფლება ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ვიმოგზაუროთ, ვისწავლოთ და ვიმუშაოთ. ანუ ევროკავშირი იმთავითვე მთავაზობს პერსპექტივას, რათა ჩემი ქვეყანა დავტოვო, გადავიდე სხვა ქვეყანაში, იქ ვიმუშაო და იმ ქვეყნის და არა ჩემი სამშობლოს კეთილდღეობა ავამაღლო, ხომ ასეა? ნამდვილად პატრიოტული შემოთავაზებაა. აქ ხალხი ამბრაზურაზე ეცემა, რომ არაბული ინვესტიციები არ შემოვიდეს, რათა ქართველები არ გამახმადიანდნენ და ევროკავშირი კი ქვეყნიდან გაქცევის იოლ გზას მპირდება? რაღაც შეუთავსებლობა გამოდის. მოგზაურობა კი კარგია, მაგრამ მოგზაურობისთვის ევროკავშირობა არაა სავალდებულო, რაც შეეხება სწავლას. ევროპაში სწავლის საკითხის ავკარგიანობა საკმაოდ საკამათო თემაა. აი საქართველოში 64 უნივერსიტეტია, მეგობრებო, და თუ კი მიუხედავად ამისა, მაინც ევროპაში გინდა წახვიდე და იქ ისწავლო, ესე იგი რაღაც ამ 64 უნივერსიტეტშია საქმე, არა? 64-ის მაგერად 10 რომ იყოს, მაგრამ ხარისხიანი განა ეს არაჯობებდა? მეორე სოციალური საკითხი. ყველა პროდუქტი, რომელიც ჩვენს ხელში გაივლის, იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან შეთანხმებული. ანუ დაცული იქნება ხარისხი და სკლინტიან რძესა და არაჟანს არავინ შემოგვაპარებსო. სკლინტიანი რძე ეს ჩემი მოგონილი არ არის, იქ იმ ვიდეოში ასე იყო ნათქვამი. მეგობრებო, პროდუქტის ხარისხის თემა არ არის ის ეგზისტენციურად გადაუწყვეტი საკითხი, რომლის გამო რჯულის გამოცვლა საჭირო. მთავრობის კეთილინება თუ იქნება, ამას იოლად მოევლება. ალბათ რაღაც მაკონტროლებელი მექანიზმი არსებობს კიდეც და მისი გამართული მუშაობა არაა დიდი პრობლემა. ანუ ესეც არაა ის მიზეზი, რის გამოც რუსთაველზე ზაფხულში გვაწვიმს და ზამთარში კი გვათოვს. და ისე კი ესეც საინტერესოა, თუ რა ბედი ეწევა ქართულ კომპანიებს, როდესაც უცხოური გიგანტები შემოვლენ ჩვენს ბაზარზე. და მესამე სოციალური საკითხი, ახლა თუ $2 წამალში 50 ლარს ვიხდით,
ევროკავშირის წევრი ქვეყანა რომ გავხდებით, ეს პრობლემა აღმოიფხვრებაო. და რას გვეტყვის ამ მიმართულებით PSP-ს მფლობელი ამხანაგი ოქრიაშვილი. 2022 წლის ფინანსური ანგარიშების მიხედვით PSP საქართველოს უმდიდრესი კომპანიების მე-9 ადგილზეა. იმ წელს მას 775 მილიონი ლარი ჰქონდა შემოსავალი. რომ წარმოვიდგინოთ, რომ PSP ევროკავშირში ყოფილიყო, ალბათ მის შემოსავალს 1-0 მოაკლდებოდა და განა ოქრიაშვილს უნდა ეს? ალბათ უნდა. ის ხომ ევროკავშირელია სულითა და ხორცით. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ იმ ვიდეორგოლში ართმულა რამდენი მილიონია ყოველწლიურად გადასახადი ევროკავშირის წევრობისთვის. დიახ, ევრობიუროკრატიის აპარატს, რომელშიც 90,000 ჩინოვნიკი მუშაობს, მათ ხომ უნდა კვება და მობილურის ფული. ის არ ვიცი, ევროკავშირმა ლტოლვილების კვოტა რომ დაგვიწესოს, აი მერე რას ვიზამთ. და ლტოლვილები დანიის, საფრანგეთისა და ლუქსემბურგის არისტოკრატია კი არ იქნება და არც სქელჯიბიანი არაბები. არამედ ჩვენს 3,5 მილიონიან ქვეყანაში სულ სხვა ქვეყნებიდან მობანდიტო კატეგორია შემოვა და რომ არ მივიღოთ, მერე რა ჯარიმებია თუ ვიცით. ხო და იმას მოგახსენებდით, გავეცანი მეთქი იმ 3 პუნქტს და რა ვიცი, რა ვთქვა. რაღაც უკმარისობის გრძნობა დამრჩა. განა ღირს ჩიტი ბთხნათ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.